საჭირაო ღია პირველობა ოზურგეთის სპორტის სასახლეში 2012-13 და 2014 წლებში დაბადებულთა შორის სხვადასხვა წონით კატეგორიაში იმართება. ტურნირზე არა მარტო ოზურგეთისა და გურიის ფალავნები ასპარეზობენ, არამედ მოჭიდავეები იმერეთიდან და აჭარიდანაც. ტურნირი დღეს დაიწყო და ხვალ საფინალო შეხვედრებით დასრულდება. ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ღია პირველობას ორგანიზებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება უწევს. მონაწილეობა მივიღო და მოვიგო ფინალში გავიდე და პირველი ადგილი დავიკავ. საგროს ტუგუსის და იური ხომერიკის სახელობის ტურნირს ვატარებთ ოზურგეთის სპორტის სასახლეში, რომელსაც ტრადიციული სახე აქვს მიღებული და ერთი კარგი სპორტსმენი აღზარდეს საკრო ბატონმა შაქომ და ბატონმა იურიმ, რომლებიც ჩვენგან იმსახურებენ დიდ პატივისცემას. ჩვენი ოზურგეთელები წარმატებულად გამოდიან და უსურვოთ წარმატებები ჩვენს მომავალ თაობას, რომლებმაც უნდა გვასახელონ ევროპის ჩემპიონატებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე და ეს არის საფუძველი ყველაფერი, რომლებიც წინაგზას გაივლის აქედან დაწყება. მართლაც დღევანდელი ტურნირი ხვალინდელი წინსვლის არის, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა ბავშვი იღებულობს მონაწილეობას, პერსპექტიული ბავშვები არიან, რომლებიც მე უფრო მოვნიშნავდი ოზურგეთის გუნდი, ბათუმის, აჭარის გუნდია ჩამოსული, ქუთაისის და მრავალი რეგიონიდან კიდე და ძლიერი ტურნირია, როგორც სახე და მინდა რომ აი ეს ტურნირი ტრადიციულია, მრავალი წელია რომ ტარდება. დაახლოებით მე-17 წელია რომ ტარდება. თანდათან უფრო წინსვლა გვაქვს, მართლაც იქიდან გამომდინარე რომ არის პირობები, არის გვერდში დგომა და აქედან გამომდინარე შედეგებიც გვაქვს.